ლევან პაპავა დღეიდან სახალხო დამცველი სამეგრელო ზემოსვანეთის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. მედიას დღეს სპეციალურ პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა თეიმურას ქორიძემ წარუდგინა. მისი თქმით 2016 წლის დასაწყისში სახალხო დამცველის ინიციატივით ქვეყნის სამ რეგიონში სამმართველოები შეიქმნა, რომელიც უფრო გააფართოებს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობას. სახალხო დამცველის სამეგრელო ზემოსვანეთის სამმართველოს ახალი უფროსის ლევან პაპავას განმარტებით რეგიონის მასშტაბით გააგრძელებს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვაზე მუშაობას. დაინიშნენ სამმართველოს უფროსები, მათ შორის ლევან პაპავა, რომელიც დაინიშნა კონკურსის წესით ზუგდიდის რეგიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. წარმოგიდგენთ მას, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად კიდევ უფრო მეტად იქნება შესაძლებელი სამეგრელოში ადამიანის უფლებების დაცვა და ყველა იმ საკითხის გადაწყვეტა, რა პრობლემებიც აქ ადგილზე მოსახლეობას გააჩნია. სამეგრელოს ზემოსვანეთის სამმართველო გააგრძელებს ზედამხედველობის გაწევას ადამიანის უფლებისა და თავისუფლების დაცვაზე რეგიონში, მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს იმ სოფლის მოსახლეობის უფლების დაცვის მდგომარეობის შესწავლას, რომელთაც აქამდე რეგიონული სამმართველოსთვის არ მოუმართავთ და შესაძლოა შედარებით ნაკლები ინფორმაციას ფლობენ სახალხო დამცველის როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის შესახებ. ამასთანავე სამეგრელოს ზემოსვანეთის სამმართველო გააგრძელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც აამაღლებს საზოგადოების ცნობიერების დონეს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების სფეროში. ლევან პაპავა აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსის წესით შეირჩა. მანამდე კი სახალხო დამცველი სამეგრელოს ზემოსვანეთის ოფისს ბაგრატ ქირია ხელმძღვანელობდა.